რომელი ჯობია ინდივიდუალური თერაპია თუ ჯგუფური? უყურე ამ ვიდეოს ბოლომდე და მიხვდები რომელია შენთვის უკეთესი ამ ეტაპზე. პასუხი არის, რომ არც ერთი არ ჯობია. ორივეს აქვს როგორც თავისი დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. მოკლედ რომ ავხსნათ, ჯგუფურ თერაპიაზე ადამიანი უფრო მეტად აირეკლავს საკუთარ თავს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ სოციალური არსებები და რას ნიშნავს ეს? ჩვენ ადამიანებს მარტო არ შეგვიძლია გავიცნოთ საკუთარი თავი. იმისთვის, რომ დავინახო საკუთარი თავი, მარტივად რო ვთქვათ, როგორც სარკეში ვიყურებით და ვხედავთ ჩვენს გარეგნულ მხარეს, ისე გვჭირდება ფსიქიკურ პროცესებში, რომ ავირეკლოთ საკუთარი თავი და ამისთვის გვჭირდება აუცილებლად სხვა ადამიანი. როცა ბევრი სხვა ადამიანია ჩვენს ირგვლივ, ჩვენი ფსიქიკური პროცესები ხდება უფრო ცხადი, რასაც ვეძახით ხოლმე თერაპიაში, ტრიგერებს, პროექციებს, ინტროექტებს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ინდივიდუალურ თერაპიას, არის პროცესები, რომელშიც ვერავინ ვერ დამეხმარება, ან შეიძლება აღმოვაჩინე უკვე ჯგუფურ თერაპიაზე ჩემი ტრიგერები, ან ადამიანებთან ურთიერთობაში, სოციუმში, უკვე ვიცი, რომ ეს რაღაცა მაწუხებს, ეს არის უკვე ჩემი პრობლემა, მაგალითად, დანაშაულის განცდით ვიტანჯები ხშირად და ეს სოციუმშიც მაწუხებს, მაგრამ ამას ვერ მოვაგვარებ ბევრ ადამიანში. ამისთვის უკვე საჭიროა ინდივიდუალური თერაპია. როგორ გაიგო შენთვის რომელი ჯობია ამ ეტაპზე? პასუხი არის მარტივად ასეთი. თუ უკვე იცი, რომ მე ეს და ეს მაწუხებს, ამ კონკრეტულ მდგომარეობაში ამას და ამას ვგრძნობ, ამისთვის ჯობია ინდივიდუალური თერაპია. თუ ჯერ არ იცი და გაქვს ზოგადად უცნაური განცდები, რომელსაც სახელს ვერ ერქმევ, ამისთვის ჯობია ჯგუფური თერაპია. ჯგუფური თერაპია უფრო სწრაფია ტრიგერების გადამუშავებაში და სისტემების, როგორც ოჯახური, ასევე სამსახურეობრივი სისტემების გადამუშავებაში, იმიტომ რომ ბევრი ადამიანია იქ და ფიზიკურად სხვა გზა არ რჩება, მარტივად რომ ვთქვათ, და ინდივიდუალურ თერაპიაში შეგვიძლია მივყვეთ ჩვენს დროს, ჩვენს პროცესებს, ჩვენს ემოციებს უფრო მეტად. თუ ჯერ კიდევ გაქვს კითხვები, შეგიძლია მომწერო და ერთად შევარჩიოთ, რომელია შენთვის საუკეთესო ნაბიჯი.